საიმედო, სოფელი აჯამეთის ტყის პირზე, ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მე-9 კილომეტრზე, შედის სოფელ ქვედა დინის საკრებულოს ტერიტორიალურ დაქვემდებარებაში. ცნობილია, რომ სოფელი საიმედო იმერეთში რუსეთის შემოსლის შემდგომ დაარსდა 1810 წლიდან. მისი პირველი მოახალშენეები ბაღდათის მხარის მთის სოფლების ზეგანის, ზეკარის, ალისმერეთის და კაკასხიდის მკვიდრი მოსახლეობის ერთი ნაწილი იყო. საიმედოში დღეს მცხოვრები გუმბერიძეების გვარში დაცული გადმოცემის თანახმად, ზეგნელი იობა გუმბერიძის 8 ვაჟიდან 4 1905 წელს დასახლებულა ამ ადგილებში. ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან საიმედოში ასევე ჩამოსახლებულან კოხოძის და გორგოძის გვარის ხალხი. ძველი საიმედოს მოსახლეობა 1954 წლის ნოემბერ-დეკემბერში თითქმის მთლიანად გადაასახლეს დღევანდელი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში. გადასახლებულთა დიდი ნაწილი 1 თუ 2 წლის შემდეგ წამოსულა ჭალადიდიდან, მაგრამ საიმედოში მათთვის ცხოვრების უფლება არ მიუციათ და მოგვიანებით მხოლოდ რამოდენიმე ოჯახმა მოახერხა მშობლიურ სოფელში ცხოვრება. ენათმეცნიერ გურამ ბედოშვილს, როდესაც სოფელ საიმედოს ეტიმოლოგიას განმარტავდა, მიაჩნდა, რომ სახელწოდება საიმედო იმედაცე და გვარს უკავშირდება. იმედ ჰო, ანუ იმედაცე და სოფელი. სინამდვილეში იმედაცეებს ამ სოფელში არასოდეს უცხოვრიათ. ხალხური ეტიმოლოგია კი ასეთია. ძველად ქუთაისის მხრიდან მომავალი მგზავრი აჯამეთის ტყეს რომ გამოივლიდა, რომელიც ყაჩაღებით იყო სავსე, ამ სოფელში შემოსული იმედიანად გრძნობდა თავს და საიმედოსაც ამიტომ დაერქვა საიმედო. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევა, როცა სოფლის სახელწოდების ხალხური ახსნა უფრო მარტებულია, ვიდრე ცნობილი ენათმეცნიერის ვარაუდი.